იშვიათი აღმოჩენა შავი ზღვის ფსკერზე მეცნიერებმა ბულგარეთის სანაპიროსთან ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიის დროინდელი 40 ჩაძირული გემი აღმოაჩინეს. პროექტი, რომელიც საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ჯგუფმა განახორციელა, ბლექსი მეპის სახელით არის ცნობილი. ახალი აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას მისცემს შავი ზღვის რეგიონის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღო. შავი ზღვის ფსკერზე არქეოლოგებმა ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიების დროინდელი 40 გემი აღმოაჩინეს. ინფორმაციას უძველესი ხომალდების აღმოჩენის შესახებ გამოცემა Daily Mail აქვეყნებს. კარტოგრაფიული ექსპედიცია შავი ზღვის ფსკერს ბულგარეთის სანაპიროსთან 1800 მეტრის სიღრმეზე სწავლობდა. მკვლევარებმა სამგანზომილებიანი ფოტოგადაღების უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით მსოფლიოს სიძველეთა აღმოჩენებს კიდევ ერთი საგანძური შემატეს. Daily Mail-თან პირველ კომენტარს აკეთებს ექსპედიციის ხელმძღვანელი ჯონ ადამსი. ჩვენ ვცდილობთ ბევრ მწვავე კითხვას გავცეთ პასუხი, რამდენად სწრაფად გაიზარდა წყლის დონე შავი ზღვის ბულგარეთის სანაპიროზე და რა ეფექტი მოახდინა ამან ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანის არსებობაზე. Როგორც შეიცვალა გარემო და რა არსებითი ცვლილებები განხორციელდა. პროექტის ძირითადი მიზანია მიიღოს ცნობები ზღვის ფსკერზე არსებული მდგომარეობისა და მახასიათებლების შესახებ, ასევე შავი ზღვის წინა ისტორიასთან დაკავშირებით ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად. არქეოლოგებს შავი ზღვის რეგიონში არსებული ბუნებრივად დაცული ზონისა და გემების სასაფლაოს შესახებ არსებული ვარაუდის დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ. პროექტი კი, რომელმაც გუნდის სასურველ შედეგამდე მიიყვანა, ბლექსი მეფის სახელით არის ცნობილი. ექსპედიცია საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებისგან შედგებოდა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გემები კარგადაა შენახული, რადგან ეგრეთ წოდებულ მკვდარ ზონაში მდებარეობენ, სადაც ჟანგბადი და სინათლე არ აღწევს. ახალი აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას მისცემს ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიების დროს შავი ზღვის რეგიონის შესახებ ბევრი სიახლე გაიგონ.